კონკრეტული სლაიდი, ასე ვთქვათ, რომელიც მინდა რომ განვიხილოთ, სადაც ზუსტად ხედავთ, საიდან მოდის შემოსავალი. ეს არის დამყარებული წეგან, როგორც გითხარით, 10 მომხმარებელზე 100 ლარიან შეკვეთაზე, 100 ლარი, რომელსაც ალბათ ნებისმიერი ნორმალური ოჯახი, გულისხმობ არა გაჭირვებულების სიტყვაზე, როგორ ვთქვა, არიან ოჯახები, არიან ადამიანები, საკმაოდ ზედი ფენა, რომელიც სიტყვაზე 1 ლარიან და 2 ლარიან რაღაცასაც ვერ ყიდულობს, ხო ესეა? არ არის საუბარი აქ ამაზე, აქ არის საშუალო დონის ერთ ჩვეულებრივ ოჯახსი, ასე ვთქვათ, ვისაც შეუძლია 100 ლარის პროდუქცია მოიხმაროს თვეში, იმიტომ რომ ისედაც სჭირდებათ ის ჰიგიენის საშუალებები, სახლის მოვლის, სახლის დასუფთავებისთვის რაღაცეები, ვთქვათ, დანამატები, ალოეს წვენები და ასე შემდეგ. მიხვდით, მინიმალური შეკვეთა, მინიმალური პროდუქციის რაოდენობა, რომელიც მოიცავს 100 ლარს. აი ამაზე არის დამყარებული ეს კონკრეტული გეგმა. თორე ეს არც სტანდარტია, არც მოთხოვნაა, არც პრინციპი. უბრალოდ ერთ-ერთი შემოთავაზება, რომელიც ვისაც უნდა რომ გაერკვეს, საიდან მოდის შემოსავლები, განვიხილავ ახლა ამას. თქვა, დავიწყე მე და მოვიძიე 10 მომხმარებელი, ვისაც აინტერესებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია და ისინი იძენენ აი ამ თვეში აკეთებენ 100 ლარის შენაძენს. ჩემს ბიზნესს აისახება როგორც 1000 ლარიანი ბრუნვა და კონკრეტულად აქედან 30%, რასაც მე მიხდის კომპანია, ეს არის 300 ლარი. ამის მერე ვნახე 5 ადამიანი, იმიტომ რომ დავრწმუნდი, აღარა მაქვს ის კითხვები კომპანია, აბა იხდის მართლა, აბა ხმარობს ამ პროდუქციას ადამიანები მართლა. მართლა ესეთი კარგი არის, ანუ ხო ხვდებით, 1000 კითხვა შეიძლება ადამიანს ჰქონდეს თავში, ასე რომ მოვიძიე ეს 5 ადამიანი, როდესაც დავრწმუნდი ამ ყველაფერში და ეს 5 ადამიანი აკეთებს იგივეს. მოიძიეს მათაც 10 მომხმარებელი, იმისთვის რომ მარტივი 300 ლარი ჰქონდეთ თვეში შემოსავალი. ანუ მოხდა რა? ეს 5 ადამიანი აწარმოებენ თვეში 1000 ლარიან ბრუნვას, ხო ესეა? იმიტომ რომ 5 ადამიანს ყავს 10 მომხმარებელი. ესე იგი 1000 ლარიანი ბრუნვა. 5 ჯერ 1000 ლარის ბრუნვა, ეს არის ჩემს ბიზნესზე როგორ აისახება. ეს არის 5000 ლარის ბრუნვა პლუს ჩემი 1000 ლარიანი, ანუ 10 ლარის 10 მომხმარებელი, ჩემი 10 მომხმარებელი, რაც არის 1000 ლარის ბრუნვა და ჯამში ეს არის 6000 ლარის ბრუნვა. ხო ესეა? არაფერი რაღაცა საოჯახო საკითხის ნიშნო არ არის, გარკვევით არის ყველაფერი ახსნილი. ანუ, აი ამ 5 ადამიანის 10 მომხმარებლიდან და ჩემი 10 მომხმარებლიდან ბრუნვა, ჩემი ბიზნესის ბრუნვა არის 6000 ლარი. აქედან, როგორც გუნდიდან, მინიმალური 10% რომ დავიანგარიშოთ, ჩემი მოგება იქნება ამ თვეში 600 ლარი. ხო ესეა? ეხლა უყურეთ. ეს არის ის 5 ადამიანი, ვინც მე მოვიძიე, ვისაც ვუთხარი, რომ ეს არის ძალიან წარმატებული ბიზნესი და მოდი ერთად ავაშენოთ ჩვენი ბიზნესები. უბრალოდ გავერთიანდეთ და ერთად ავაშენოთ ეს საქმე. და ხდება რა? ვეუბნები იმას, რაც მე გავაკეთე. ხედავ რა გავაკეთე და ვაჩვენებ კონკრეტულად ამ ადამიანს რა გავაკეთე. რა გავაკეთე? მოვიძიე 5 ადამიანი, ვისაც უნდა მარტივი 300 და 600 ლარი შემოსავალი. ჯერ 300, შემდეგში 600 ლარი შემოსავალი. და ვეუბნები, აი ეს უნდა გააკეთო შენც. მოიძიე ახლა 5 ადამიანი შენს წრეში, ვის უნდა 3-დან 10000 ლარამდე თვიური შემოსავალი. ანუ 3000-დან 10000 ლარამდე თვიური შემოსავალი. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანი რომ იცის, რომ თუ კი ამ 5 ადამიანს მოიძიებს, მისი შემოსავალი 3100 ლარი იქნება და შემდეგში 10000 ლარს ასწდება, რა თქმა უნდა, რომ ამ 5 ადამიანს მოიძიებს, თანაც, როდესაც დარწმუნებულია, რომ ეს სასარგებლოა და არ შერცხვება ამისი შეთავაზებით ვიღაცასთან. და აკეთებს რას? 5-ვე ადამიანი აკეთებს იმას, რაც გავაკეთე მე. 5 კაცი პოულობს 5 ადამიანს, დაასაქმებს 5 ადამიანს, ვინც აკეთებენ 1000 ლარიან ბრუნვას. ანუ, ჯამში როგორ არის, ჩემს ბიზნესს ეს როგორ აისახება, რადგანაც აი მაუსით გაჩვენებთ. მე დავიწყე ეს საქმიანობა. მე მყავს ეს 5 ადამიანი, ვინც მოიძია თავისთვის 5 ადამიანი. აქ ამან მოიძია 5 ადამიანი. ანუ 5 კაცი აკეთებს აი ამას, რაც აქ წერია. 6000 ლარიან ბრუნვას, რაც ჩემს ბიზნესზე აისახება ასე, 30000 ლარის ბრუნვა, პლუს ამას, საწავიდა მაუს, პლუს ამას 1000 ლარიანი ჩემი 10 მომხმარებლის ბრუნვა. ჯამში 31000 ლარის ბრუნვა.
და აქედან მინიმალური 10%-ის მოგება არის 3100 ლარი. არ გონია სადმე რამე ძაღლისთავი დამარხული არ არსებობს, არც რაღაცა ინკოგნიტო არ არის. აი, გამჭვირვალეა ყველაფერი. საიდან მოვიდა 3100 ლარი შემოსავალი? რა ხდება ამის შემდეგ? მე ამ 5 ადამიანს რა უთხარი თავიდან, ავაშენოთ ბიზნესი და არა ის, რომ მოდი შენ ალოე გაყიდე, ალოე შესთავაზე ხალხს, დაიყავი ჩემი ქვეშევრდომი, ასე ვთქვათ, ან ჩემი როგორ არის ჩემი ხელქვეითი? არა, მე მინდა სრულუფლებიანი ბიზნეს პარტნიორი. მე მინდა წარმატებული ბიზნესის მფლობელი პარტნიორები. და აკეთებს რას? ვეხმარები იმ დეტალების ავუხსნი იმ დეტალებს, რაც მოყვა ჩემს მენეჯერად გახდომას, იმიტომ რომ ამ ეტაპზე 31000 აი ამ ბრუნვით ყველა ვარიანტში მენეჯერი ხართ. ანუ გახდებით თქვენ მენეჯერი და ავუხსნი აი ამ თითოეულ ჩემს 5 დასაქმებულ ადამიანს, როგორ გახდნენ ისინიც მენეჯერები, როგორ გავიარე, აი ეს არის კონკრეტული გეგმა, რა უნდა გააკეთონ, კონკრეტული ნაბიჯები, რა უნდა გააკეთონ, რომელიც არის დამყარებული მინიმალურზე, მაგრამ სიძლიერე არის რაოდენობაში, ის რომ ამდენი ადამიანი აი ამ მინიმალურს აკეთებს და ეს მინიმალური არის 100 ლარი ამ შემთხვევაში. აი ამის ნიადაგზე, ნახეთ შემდეგი სლაიდი რა მოხდება. თვითოვეული ჩემი დასაქმებული ადამიანი, ბიზნეს პარტნიორი. ვისაც შევპირდი მე წარმატებულ ბიზნესს, რომელიც მათ ჯერ 3000 ლარს მოუტან და ანუ გახდნენ მენეჯერები და 3100 ლარიან შემოსავალზე გავიდნენ, ჩემთვის ეს ნიშნავს თითოეული მათგანისგან ნახეთ, რადგანაც ეს ადამიანები არიან ჩემი დასაქმებულები, მე მათგან ვიღებ 6%-ს. ეს 6% კონკრეტულად აი ამ 100 ლარიან შეკვეთაზე დამყარებული არის, ეს არის 1860 ლარი. 5 ჯერ 1860 ლარი არის აქ და პლუს, როდესაც ჩემი პირველი ხაზი, ვინც მე დავასაქმე, ვისი სპონსორიც მე ვარ, ავუხსენ იმას ეს ყველაფერი და მან თავისი პირველი ხაზი გახადა წარმატებული, ვინც თვითონ დაასაქმა. იგივე პრინციპით, მისგან მაქვს 3% ანაზღაურება ჩემი მეორე თაობის მენეჯერიდან და მისი გუნდიდან, რაც კონკრეტულად არის 930 ლარი და როდესაც ეს გაზრდის თავის პირველ თაობას მენეჯერს, ანუ 2% შემოსავალი ჩემი მესამე თაობის მენეჯერიდან და მისი გუნდიდან, ჩემთვის ეს იქნება ექსტრა 620 ლარი შემოსავალი. ცალკე აღებული 620 ლარი, ეხლა ბიზნესმა მომიტანა 620 ლარი, რა თქმა უნდა, არაფერი არ არის, არ დავცინოთ არავის, ხო? მაგრამ აი აქ ხედავთ, სიმრავლეში არის საქმე ის, რომ ბიზნესი არის განვითარებადი, არ ჩერდება, აქვს გაგრძელება და აქვს ასპარეზი 168 ქვეყანა. აი ეს ერთი ფეხი, ჯერ მარტო აი ეს ერთი ფეხი, აქ არის 3410 ლარი, აი ამების ჩამოანგარიშებით, აი ამ შემოსავლების ჩამოანგარიშებით. ხოლო კონკრეტულად აი ეს შემოსავლები არის 10850 ლარი. თუ გინდათ დასკრინეთ, გადაიღეთ, დასხედით და დაიანგარიშეთ. ეს ყველაფერი რომ კიდევ ვიმეორებ, არაფერში არავინ არ გატყუებთ. კონკრეტული გეგმა არის მინიმალური მოქმედების საფუძველზე, როგორ უნდა ააშენოთ გრანდიოზული ბიზნესი. და ეხლა ნახეთ. ამ ქმედებით თქვენ ავტომატურად იგებთ მოგზაურობასაც, მანქანის ექსტრა 400-დან 800 დოლარამდე შემოსავალსაც 3 წლის განმავლობაში ექსტრას ამ თანხის გარდა და პრეზიდენტის ბონუსი. ეს არის პასიური შემოსავალი, სწორედ ამაში არის ეს გრანდიოზულობა, რომ ეს არის პასიური შემოსავალი და შეგიძლიათ ეს გამახსენდა რაც უნდა მეთქვა. ეს პასიური შემოსავალი, შეგიძლიათ მართოთ ეს პასიური შემოსავალი და გაზარდოთ მუდმივად. რა უნდა მეთქვა წერან, რაც ვერ გავიხსენე. ეს თითოეული ამ ადამიანიდან და მისი გუნდიდან შემოსავალი 1860 ლარი, კიდევ ვიმეორებ, დამყარებული არის მინიმალურ 100 ლარიან შენაძენზე. თუმცა რეალურად ერთი მენეჯერი გუნდში ნიშნავს თქვენთვის, აი ამ ადამიანისთვის, ანუ თქვენ ვინც დაიწყეთ ეს ბიზნესი, ამ ადამიანისთვის ნიშნავს ამ ადამიანისგან და მისი გუნდიდან 2000 დოლარის თვიურ შემოსავალს. ანუ აქ სინამდვილეში არის 2000 დოლარი, 2000 დოლარი, 2000 დოლარი. ეს არის რეალური ბიზნესი. 100 ლარის შენაძენს, აი ეს მინიმალური არის, ეს 100 ლარი ნიშნავს ამას, თორე 100 ლარის შენაძენი არის ნებისმიერს კითხეთ, ვინც არის ამ პროდუქციის მომხმარებელი, ან თქვენ თვითონ გადაიანგარიშეთ, რა სჭირდება ადამიანს თვის განმავლობაში 100 ლარზე გაცილებით მეტი არის, როდესაც მით უმეტეს ეხება საკითხი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას და დიდ გამას. ეს დიდი გამა არის კვებითი დანამატები, წვენები, ჰიგიენის საშუალებები, სახისმოვლის საშუალებები,
საშუალებები, ტანისმოვლის საშუალებები და რა ვიცი, ძალიან სერიოზული ნაირსახეობა პროდუქციისა. ერთი სიტყვით, ეს კონკრეტული შემოსავლები, რაც მინდოდა რომ თქვენ დარწმუნებულიყავით, საიდან